ამოცანა 1.30-ის პირველი. ფერმერმა ნაკვეთის 4/5 ნაწილი მოხსნა ტრაქტორით, ხოლო დარჩენილი ნაწილი კი დაამუშავა ხელით, რაზედაც მან დახარჯა 6-ჯერ მეტი დრო, ვიდრე იმუშავა ტრაქტორით. რამდენჯერ მეტია შრომის ნაყოფიერება ტრაქტორით მუშაობის შემთხვევაში ხელით მუშაობასთან შედარებით. მუშაობს. პირველი 4/5 ნაწილი თუ ტრაქტორით დაამუშავა, 1 მინუს 4/5 დარჩებოდა 1/5, ანუ 1/5-ს დაამუშავებდა ხელით. ტრაქტორით დახარჯული დრო, ანუ 4/5 დახარჯა რაღაც ტ-საათი, ხოლო ხელით დახარჯავდა 6-ჯერ მეტს, 6 ტ-ს. რო შევადაროთ სიჩქარეები, უნდა შევადაროთ ერთი და იგივე ფართობზე დროები. ანუ აქ 4/5-ზე ტ-საათი დახარჯა, აქ 1/5-ზე 6 საათი დახარჯა. ამიტომ უნდა გავიგოთ 1/5-ზე რამდენს დახარჯავდა ტრაქტორი. 1/5-ზე ცხადია დახარჯავდა ტ-4-ს, რადგან 4-ჯერ შევამცირეთ ფართობი, დროც შემცირდებოდა 4-ჯერ. ანუ გავიგეთ ორივე ერთი და იგივე ფართობისზე რა ნაწილს დახარჯავდა. ანუ ტრაქტორმა დახარჯა ტ-4 საათი, ხელით მუშაობის დროს დავხარჯეთ 6 ტ-საათი. რო გავიგოთ რამდენჯერ მეტია, ცხადია, უნდა გავყოთ დიდი პატარაზე. ანუ 6 ტ რო გავყოთ ტ-4-ზე, იგივეა 6 ტ გამრავლებული 4 შეფარდებული ტ-ზე და 24-ჯერ მეტი დრო დაუხარჯია ხელით მუშაობის დროს. ანუ მისი სიჩქარე ხელით მუშაობის დროს 24-ჯერ ნაკლები იყო. ანუ შრომის ნაყოფიერება ტრაქტორის შემთხვევაში 24-ჯერ მეტია, ვიდრე ხელით მუშაობა. ამოცანა 1.30-ის მეორე. გზა ქალაქიდან სოფლამდე შედგებოდა აღმართისა და დაღმართისაგან. აღმართის გავლას, რომლის სიგრძე შეადგენდა მთელი გზის 1/7 ნაწილს, ველოსიპედისტმა მოანდომა 2-ჯერ მეტი დრო, ვიდრე დაღმართის გავლას. რამდენჯერ მეტი იყო ველოსიპედის სიჩქარე აღმართზე სიჩქარესთან შედარებით. ანუ გავიგოთ ჯერ თავდაპირველად დაღმართი რა ნაწილი იყო. თუ აღმართი იყო მთელი გზის 1/7 ნაწილი, დაღმართი იქნებოდა 1-1/7, 7/7-1/7, ანუ და მივიღეთ 6/7. რა ვიცით? რომ ველოსიპედისტმა 2-ჯერ მეტი დრო მოანდომა, ვიდრე დაღმართის გავლას. აღმართზე გავლას დაღმართთან შედარებით 2-ჯერ მეტი დრო მოანდომა. ანუ დაღმართის თუ 6/7 ნაწილი ტ-საათი დახარჯა, აღმართზე გავლისას 1/7-ზე დაუხარჯია 2 ტ, ანუ 2-ჯერ მეტი დრო. სიჩქარეები რო შევადაროთ ერთმანეთს, უნდა გავიგოთ ერთი და იგივე არა. 6/7 თუ ტ-საათში გაიარა, 1/7-ს გაივლიდა ტ-6-ს, იმიტომ რომ მანძილი თუ 6-ჯერ შევამცირეთ, დროც შეგვიმცირებია 6-ჯერ. ცხადია, დაღმართზე სიჩქარე უფრო მეტია, იმიტომ რომ უფრო პატარა დრო დავხარჯეთ აღმართთან შედარებით. რო გავიგოთ რამდენჯერ მეტია სიჩქარე, უნდა დიდი დრო უნდა გავყოთ პატარა დროზე. ანუ 2 ტ უნდა გავყოთ ტ-6-ზე, ანუ 2 ტ გავამრავლოთ 6 შეფარდებული ტ-სთან, ტ-ები ერთმანეთს შეკვეცავს და 2-ჯერ 6 არის 12. ანუ დაღმართზე სიჩქარე 12-ჯერ მეტი ყოფილა, ვიდრე აღმართზე სიჩქარე. ამოცანა 1.30-ის მესამე. ტურისტმა მთელი გზის 1/9 ნაწილი გაიარა ფეხით, ხოლო დარჩენილი გზა კი იმგზავრა ავტობუსით. ფეხით სიარულის დროს მან დახარჯა 3-ჯერ მეტი დრო, ვიდრე ავტობუსით. რამდენჯერ მეტია ავტობუსის სიჩქარე
ფეხით მოძრაობის სიჩქარესთან შედარებით. პირველ რიგში გავიგოთ ავტობუსით გზის რა ნაწილი გაუვლია. ანუ ერთს რო გამოვაკლოთ 1/9, ფეხით გავლილი დრო, მივიღეთ 8/9 ნაწილს. ანუ 8/9 ნაწილი გზის 8/9 ნაწილი უმგზავრი ავტობუსით, 1/9 ნაწილი გაუვლია ფეხით. რა ვიცით? იმგზავრა ავტობუსით. ფეხით სიარულის დროს მან დახარჯა 3-ჯერ მეტი დრო. ანუ ავტობუსით 8/9 ნაწილის გავლას თუ ტესაათით მოანდომა, ფეხით სიარულისას მოანდომებდა 3-ჯერ მეტს, ანუ 3 ტესაათს. რო შევადაროთ სიჩქარეები, უნდა შევადაროთ ერთი და იგივე გავლით. ანუ 8/9 თუ გაიარა ტესაათში, 1/9-ს გაივლიდა ტე-მერვედში, რადგან მანძილი თუ 8-ჯერ შევამცირეთ, დროც შეგვიმცირებია 8-ჯერ. ახლა უკვე მანძილები ორივეს ერთნაირი აქვს, ანუ 1/9-ის გავლას ტე-მერვედი საათი მოანდომა ავტობუსით, ფეხით გავლას 1/9-ის გავლას 3 საათი მოანდომა. რამდენჯერაც მეტია 3 ტესაათი ტე-მერვედზე, იმდენჯერ მეტი ყოფილა ავტობუსის სიჩქარე. ამის გასაგებად 3 ტე უნდა გავყოთ ტე-მერვედზე, ანუ 3 ტე გავამრავლოთ 8 შეფარდებული ტესთან, ტეები ერთმანეთს შეკვეცავს და 24. ეს არის პასუხი. ანუ 24-ჯერ მეტი ყოფილა ავტობუსის სიჩქარე ფეხით მოძრაობის სიჩქარესთან შედარებით. 1/30 მგზავრმა მთელი გზის 66.2% იფრინა თვითმფრინავით, ხოლო დარჩენილი გზა იმგზავრა ავტომობილით. ავტომობილით მგზავრობის დროს მან დახარჯა 4-ჯერ მეტი დრო, ვიდრე ფრენის დროს. რამდენჯერ მეტია თვითმფრინავის სიჩქარე ავტომობილის სიჩქარესთან შედარებით. ჯერ გავიგოთ ავტომობილით რა ნაწილზე იმგზავრა. მთელი გზის 66.2% რახან თვითმფრინავით იფრინა, 100%-ს რო გამოვაკლოთ 66.2% მოანდომებდა ავტომობილით მგზავრობას. 100-ს გამოკლებული 66 34-ია და 34-ს კიდევ 2/3 რო გამოვაკლოთ 33.1%, ანუ დაუხარჯია ავტომობილით მგზავრობის დროს. რა ვიცით? ავტომობილით მგზავრობის დროს დახარჯა 4-ჯერ მეტი დრო, ვიდრე ფრენისას. ანუ თვითმფრინავის დრო თუ აღვნიშნეთ ტესაათით, ანუ 66.2% მოანდომა ტესაათი, ავტომობილით 33.1% მოანდომა 4-ჯერ მეტი, ანუ 4 ტესაათი. რო შევადაროთ სიჩქარეები, უნდა შევადაროთ ერთი და იგივე გავლილ მანძილზე დახარჯული დროები. აქ 66 გვიწერია, აქ 33 მანძილები ტოლი არ არის, ამიტომ გავუუთანაბროთ მანძილები, ეს რო 2-ზე გავყოთ, მივიღებთ 33.1/3, შესაბამისად ტე-მეორეც საათი დაჭირდებოდა. ანუ თვითმფრინავით მგზავრობისას 33.1/3 დაჭირდებოდა ტე-მეორედი საათი. რადგან უკვე მანძილები გავუთანაბრეთ, შეგვიძლია გადავიდეთ დროების შედარებაზე. რამდენჯერაც მეტი დრო დახარჯა ავტომობილმა თვითმფრინავთან შედარებით, იმდენჯერ მეტი იქნება თვითმფრინავის სიჩქარე. ამიტომ 4 ტე გავყოთ ტე-მეორეზე, იგივეა რაც 4 ტე გამრავლებული 2 შეფარდებული ტესთან, ტეები ერთმანეთს შეკვეცავს 4-ჯერ 2 8. ანუ თვითმფრინავის სიჩქარე 8-ჯერ მეტი ყოფილა ავტომობილის სიჩქარესთან შედარებით.